მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდე, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას, ყოველთვის ძალიან ხელსაყრელია ზოგ შემთხვევაში, თუ ჭკვიანურად გამოიყენებს ადამიანი და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის დგას საკითხი, რა შეცდომები შეიძლება დაუშვათ ამ დროს. საუბარია უძრავ ქონებაზე, რომლის შეძენის ან გაყიდვის შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი ბევრ შეცდომას უშვებს, ბევრ მითებს იჯერებს და სწორედ ამიტომ დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით ყველაფერს, რაც უძრავი ქონების შესახებ უნდა ვიცოდეთ. ჩვენი რესპონდენტი კი იქნება უძრავი ქონების ლიცენზირებული ექსპერტი ლევან ლაბარტყავა. მოგესალმებით ლევან, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის. საინტერესოა თქვენი თემები, მე სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო შემხვდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი გადაცემა დამეთმო აღნიშნული საკითხისთვის. მოდი უპირველესად დავიწყოთ იმით, რა არის ზოგადად უძრავი ქონება და რა სარგებელი შეიძლება გქონდეს მას ადამიანზე. უძრავი ქონება არის ის პროდუქტი, რომელიც არასდროს არც ერთ ეპოქაში, არც ერთ სახელმწიფოში და არც ერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ კარგავს აქტუალურობას. იმიტომ რომ ყოველთვის ყველა სჭირდება საცხოვრებელი ადგილი, კომერციული სივრცე და მიწა. ეს არის ისეთი ნივთი, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და ასევე ფასი ყოველთვის მზარდია. საინტერესო რაღაც აღნიშნეთ, ეს ნივთია? შეგვიძლია რომ ასე შეგვიძლია ესე ვთქვათ, კი, შეგვიძლია ვიღაცისთვის არის ინვესტორისთვის ეს საინვესტიციო აქტივია, ვიღაცისთვის არის გამოყენების საშუალება, სადაც უბრალოდ თავს შეაფარებს და იცხოვრებს, ვიღაცისთვის კი მთელი სამყაროა, იმიტომ რომ ერთ ბინაში იბადება, იმაში ატარებს ცხოვრებას და იქ გარდაიცვლება ხოლმე, ამიტომ ყველასთვის სხვადასხვა ღირებულების მატარებელია. ლევან, საინტერესოა ასევე ყველაზე ხშირად რა შეცდომა შეიძლება დაუშვას ადამიანმა უძრავი ქონების ყიდვის ან გაყიდვის დროს? ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომა არის ხოლმე. მოდი ჯერ ყიდვაზე ვილაპარაკოთ, მერე გაყიდვაზე. ყიდვის დროს ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის, რომ არ უფიქრდება ადამიანი მის მიზნობრიობას, უძრავი ქონების მიზნობრიობას, რისთვისაც ყიდულობს. მაგალითად, სამშენებლო პროექტებში, რაშიც ეხა ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ხომ, მშენებარე დეველოპერულ პროექტებში. როდესაც ადამიანები იქ ყიდულობენ ბინას გადაყიდვის მიზნით, ხო? არ ფიქრობენ იმაზე, იმ კონკრეტულ უბანში როგორი ზომის ბინებზეა მოთხოვნა, რომ შემდეგ გაყიდვა არ გაუჭირდეთ. იმიტომ რომ არის ესეთი გავრცელებული შემთხვევები, რომ იაფად ნახულობენ კვადრატულ მეტრს როგორც კონკრეტულ სართულზე და იყიდულობენ იმ ბინას და შემდეგ როდესაც ჩაბარდებათ 2-3 წლის მერე ვეღარ ყიდიან, იმიტომ რომ აღმოჩნდება, რომ იმ კონკრეტულ უბანში ან იმ ლოკაციაზე არ არის მსგავს ბინაზე მოთხოვნა. ეს არის ყველაზე ხშირად გავრცელებული შეცდომა. ამის განსაზღვრა როგორ არის შესაძლებელი, ვთქვათ, აი ვიყიდეთ მშენებარე კორპუსში ბინა, ხო? და 3 წლის მერე იქნება თუ არა ის მომგებიანი, თუნდაც აი ამ გადაყიდვის გზით. ეს რამდენად შეგვიძლია რომ წინასწარ განსაზღვროთ? იდეაში ამისთვის ვარ მე. ამიტომაც ხშირად მომართავენ ხოლმე და მეკითხებიან კონკრეტულად რომელ ობიექტში იყიდონ ბინა, ეს კონკრეტული ფასი რა ფასათაც ყიდულობენ, ხო? ამ უძრავ ქონებას აქტუალური არის თუ არა დღეს და მოემატება თუ არა მშენებლობის დასრულების დროს ფასი. ეს ყოველთვის ხშირად დასმული კითხვებია ხოლმე რა, იმიტომ რომ ყველას აინტერესებს. ეგრეთ წოდებული ჰაერი ვიყიდე და კი, და ზუსტად იმ ჰაერში ვიღაცა $2,000 როიქეს კვადრატურში და ვიღაცა $3,000 რაღა უნდა მოემატოს, ესეთი კითხვაც არის ხოლმე რა, $2,000 ღირს რაღა უნდა მოემატოს. ამიტომ გათვლა არის ხოლმე, მე პირადად როგორ ვთვლი ხოლმე, რომ იმ უბანში რამდენი მიმდინარე მშენებლობა არის, შესაბამისად ამის დასრულების დროს კიდე სხვა რომელი კორპუსი სრულდება, ანუ ბაზარზე რამდენი ბინა გამოვა იმ 2 წელიწადში გასაყიდად და სარემონტო და გასაქირავებლად და ასევე კიდევ თუ არის დარჩენილი თავისუფალი მიწები და კიდევ თუ აშენდება მომავალში, თუ ვეღარ აშენდება, მაშინ ამაზე მოთხოვნა გაიზრდება და ესე იგი მიწოდება ნაკლები იქნება. ანუ ბევრი კომპონენტი არის. კი ბატონო. ლევან, თქვენ ძალიან საინტერესო აღნიშვნა გააკეთეთ, რომ მზარდია ყოველთვის უძრავი ქონება. ფასის კუთხით, ხო? ძალიან ხშირად არის ხოლმე შიში იმასთან დაკავშირებით, რომ ბინების ფასი დაიწევს. ეს მითია?
ჯერ მოდი ბინების ფასზე რა კომპონენტები მოქმედებს მაგაზე ვისაუბროთ. ერთი კომპონენტი არის მოსახლეობის ზრდა. დედამიწაზე რომ იზრდება მოსახლეობა, შესაბამისად უფრო მეტად მოთხოვნადი ხდება მიწის ნაკვეთი და მასზე მიმაგრებული, მყარად მიმაგრებული შენობა-ნაგებობა, ხო? ერთი კომპონენტი ეს არის. მეორე კომპონენტი, ანუ მოთხოვნა სულ იზრდება და მიწოდება არ იზრდება, ეხლა მიწის რაოდენობას ვერ გავზრდით. ეს ყოველთვის მიკვირს ხოლმე ამდენი ბინა რომ შენდება და ფაქტობრივად ყველა ახალ კორპუსში თითქმის სრულად არის ხოლმე გაყიდული ბინები. ამავდროულად ძველი კორპუსებიც რჩება და ეს აზრით საზოგადოებაში ხშირად სვამს კითხვის ნიშანს, ამდენი ბინა რეალურად საჭიროა თუ არა და ამდენი კორპუსი საჭიროა თუ არა. ამაზე რა პასუხი გვაქვს? კი, ერთი როგორც აღნიშნე მოსახლეობის ზრდა, მეორე კომპონენტი არის ოჯახების დაყოფა. საქართველოში ეს პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს, ოჯახების დაყოფის პროცესი, იმიტომ რომ ეს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში და ამ სივრცეში ძალიან გავრცელებული იყო ერთ ოჯახში რამოდენიმე თაობა რო იზრდებოდა ერთ სახლში. ამიტომ ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს, დაწყებულია უკვე დიდი ხანია და მიმდინარეობს ჯერ კიდევ არის საქართველოშიც ისეთი ოჯახები, რომელშიც ბებია, ბაბუა, დედა, მამა და შვილი ცხოვრობენ ერთად და რაღაც ახალგაზრდა ადამიანები თავის საკუთარ საცხოვრებელს არც ქირაობენ, არც ყიდულობენ. ამიტომ ეს პროცესი შეუქცევადია და კიდევ მოთხოვნა ამ კუთხით იზრდება. და კიდევ მესამე კომპონენტი არის საინვესტიციო საშუალება, იმიტომ რომ უძრავი ქონება ყოველთვის ძალიან აქტუალური საინვესტიციო საშუალებაა და ჩემს გარშემო უამრავი ადამიანი ჩემთან კონსულტაციაზე რომ მოდის, მეკითხებიან სხვათა შორის აი ჯენზი თაობას აქტუალურობა წარმოვიდა ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ მაღალი შემოსავლიანი კატეგორია ეს ჩვენი ჯენზი თაობა და მათი დანაზოგი პირველ რიგში იწყებენ ფიქს, სად იყიდონ ბინა თავისთვის ან გასაქირავებლად, რომ ფინანსურ თავისუფლებას რაც შეიძლება მალე მიაღწიონ. კი ბატონო. ლევან, ასევე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ თუ გავითვალისწინებთ ემიგრანტების რაოდენობასაც, სამწუხარო რეალობა ასეთი გვაქვს, ძალიან დიდია მათი რიცხვი. ესეც გარკვეულწილად ზრდის მოთხოვნას ბინებზე. ეს ორი ერთმანეთთან კავშირში არის? ემიგრანტებს გულისხმობ ჩვენი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც წასულები არიან საზღვარგარეთ მუშაობენ, ხო? რომლებსაც აქვთ სურვილი და რეალურად ძალიან ბევრი ახერხებს კიდეც საბედნიეროდ იმას, რომ თქვათ მიზანი რაც აქვთ, რომ წავიდნენ საკუთარ ოჯახებს მომავალი შეუქმნან და ძალიან ბევრი ამას კომერციული თვალსაზრისით ბინების ყიდვას გულისხმობ, ყიდულობს კიდეც. ეს თუ აისახება რეალურად მოთხოვნა მიწოდებაზე? კი, ემიგრანტებიც არიან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის მოსახლეობის ის ფენა, რომელსაც ახლა ჯენზი ვახსენეთ, რომელსაც მაღალი ხელფასები აქვს. ახალი თაობა უკვე თავის უზრუნველყოფას და სამომავლო თავისუფლების, ფინანსურ თავისუფლების კუთხით ზრუნვას ახერხებს, მაგრამ ის ძველი თაობა, ჩვენი მშობლების თაობა, ვინც არ აქვს ის გამოცდილება და ის კომპეტენცია, რომ ახალ პროფესიებს დაეუფლონ და მათ ხსნა არის დღეობით სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ასია უცხოეთში მუშაობა და იმ ხელფასებით უკვე აქ კეთილდღეობის შექმნა იმ ხელფასებით ცდილობენ, რომ ზუსტად ის გააკეთონ, რომ ან თავისი ფინანსური თავისუფლებისთვის შექმნან ეს უძრავი ქონება, ერთი ბინა, ორი ბინა იყიდონ, რომ როდესაც დაბრუნდებიან, გაქირავებიდან შემოსავალი კონდეთ და უკვე თავისი პენსია იქნება თუ თავისი სიბერე თვითონვე უზრუნველყონ, ან შვილებს უყიდონ, რაც თქვით, რომ სალკე ცხოვრება შეძლონ მათმა შვილებმა უკვე ეს ოჯახების დაყოფის ნაწილში. ამიტომ ზუსტად ის პროდუქტი, რასაც დეველოპერების თავაზობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში შიდა განვადებებს, უპროცენტო შიდა განვადებენ ეტაპობრივად ბინის ღირებულების დაფარვას. ზუსტად ეს კარგად არის მორგებული ემიგრანტებზე. კი ბატონო და ლევან, თქვენი ვიდეოებიდან იკვეთება ის, რომ ზოგადად უძრავ ქონებაში ჩადებული ფინანსები არის საუკეთესო ინვესტიცია. მოდი მაყურებელს განვუმარტოთ რატომ? ერთი კომპონენტი ის, რაც თქვით, რომ ფასი სულ მზარდია, რადგან მოთხოვნა სულ მზარდია და დიდი ალბათობით
უძრავ ქონებაზე ფასი არ შემცირდება, როგორც შენ აღნიშნე საუბრის დასაწყისში, რომ ხალხი ელოდება, რომ ეს ფასები გაბერილია, ხვალდაზე დაეცემა და ასე შემდეგ. ესეთი მსგავსი სიტუაცია ეკონომიკაში ხდება ხოლმე, ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკაში, გარკვეული რეცესიების დროს, რაღაც ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, საარსებო მინიმუმი არ აქვთ, საჭმელი არ იშოვება ქვეყანაში და რაღაცა ესეთი მსგავსი მომენტები დგება ხოლმე, იშვიათად ქვეყნებში არის ხოლმე ესეთი სიტუაცია, ფული უფასურდება და ასე შემდეგ, უკვე უძრავი ქონებისთვის აღარავის აღარ ცხელა და ცდილობენ ზუსტად ის რაც აქვთ აქამდე ნაყიდი ის გაყიდონ უფრო იაფად მოიშორონ ასე ვთქვათ ეს აქტივები. ამიტომაც მაგ დროს ეცემა ხოლმე ფასები, თორე სტანდარტულ სიტუაციაში ფასები ყოველთვის მზარდია. ამიტომაც საინვესტიციო საშუალება არის ძალიან საინტერესო ეს უძრავი ქონება. ერთი ის რომ ამ ფასების ნაწილში და მეორე ის რომ რისკი არ ემუქრება სამკაულს როდესაც ყიდულობთ ან რაღაც ფასიან ქაღალდს და ასე შემდეგ არის რისკი რომ დავკარგოთ, გაგძარცონ, მოგპარონ რაღაცა ფასები დაეცეს, გაკოდეს კომპანია და ასე შემდეგ. უძრავ ქონებას ეს რისკი არ აქვს თუ რაღაცა კატაკლიზმი არ მოხდა და არ დაინგრა და რაღაცა ისეთი უბედურება არ მოხდა. კი ბატონო. ლევან, მე ჩვენ როდესაც შევთანხმდით გადაცემის ჩაწერაზე, გითხარით რომ მითებზე და რეალობებზეც მინდოდა რომ აქცენტი გაგვეკეთებინა. ამიტომ არ მინდა რაღაცები გამომრჩეს, რაც ჩამოწერილი მაქვს და მოდი ასე გკითხავთ. ეს ფაქტობრივად ამ კითხვას უკვე გავეცით პასუხი, მითია თუ რეალობა რომ ფასი ყოველთვის იზრდება. კი, ეს რეალობა. კი ბატონო, მითია თუ რეალობა რომ ახალ აშენებულ კორპუსში ყიდვა ჯობს ყოველთვის ვიდრე ძველ აშენებულ კორპუსში. გაჩნდა ლოკაციას, ესე ცალსახად მაგას პასუხის გაცემა გამიჭირდება. ეს ცალსახად თუ გავცემთ პასუხს, კი, ახალ აშენებულში ჯობია, იმიტომ რომ ძველი აშენებული კორპუსები თბილისში უკვე იმდენად ძველია, რომ ამორტიზირებას განიცდის უკვე და ადრე თუ გვიან მის დანგრევაზე მიდგება საუბარი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული ხრუშოვკას პროექტები თუ მოსკოვის პროექტები თუ ჩეხური და ასე შემდეგ. ამიტომ ხალხი ეტანება ახალ აშენებულს, მაგრამ არის ისეთი პროექტებიც, აი მაგალითად ეხლა ვიმყოფებით ჩვენ ვაკეში, ხო, ჭავჭავაძეზე, აქ არის ისეთი შენობები, ძველი აშენებულები, რომლებიც იმდენად მყარი, მაღალჭერიანი და საინვესტიციოდ საინტერესოა, რომ ესეთ შენობებზე და ბინებზე მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური რჩება. კი ბატონო. მითია თუ რეალობა რომ რემონტიანი ბინა უფრო მომგებიანია ინვესტიციისთვის ვიდრე სარემონტო? ეგ მითია, იმიტომ რომ თუ შენ თვითონ აკეთებ რემონტს, უფრო მომგებიანი შენაძენი გამოგდის, იმიტომ რომ კარკას როდესაც ყიდულობ და შენით არემონტებ, ყოველთვის უფრო დაკლები დანახარჯი და კარგი ინვესტიცია გამოგდის, ვიდრე უკვე გარემონტებული, იმიტომ რომ ვინც გაარემონტა ეს ბინა, მან უკვე თავისი მოგების მარჟა ჩადო. ამიტომ ამ მოგების მარჟას შენ იმ ადამიანს უხდი, ვინც ამ რემონტში მონაწილეობა მიიღო და თუ გინდა რომ ის მოგების მარჟა შენ დაგჩეს და კარგი ინვესტიცია გამოგივიდეს, რაც შეიძლება დაბალფასად უნდა იყიდო და რაც შეიძლება შენ მეტი ინპუტი, ასე ვთქვათ, შრომა ჩადო ამ ბინის კეთილმოწყობაში. აქ გამიჩნდა დამატებითი კითხვა. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვხვდებით დეველოპერებისგან და სხვადასხვა კომპანიებისგან, სამშენებლო კომპანიებისგან მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბინის ჩაბარებას. ამ შემთხვევაში რას ურჩევთ მაყურებელს? მაინც ჯობია რომ შავი კარკასის მდგომარეობაში ვიყიდოთ? ან თეთრი კარკასის? ხო, აი ეგ ძალიან საინტერესო შეკითხვაა, იმიტომ რომ მწვანე კარკასა და შავ კარკას შორის მაგდროს მწვანე კარკასი ჯობია, იმიტომ რომ შენ როდესაც ყიდულობ ბინას შავ კარკას და მწვანე კარკასამდე მიყავს, უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე დეველოპერმა მიიყვანოს მწვანე კარკასამდე. ამიტომ ჯობია მწვანე კარკასი იყიდო, იმიტომ რომ დეველოპერი როდესაც 10000 კვადრატულ მეტრს ლესავს, მას ყოველთვის უფრო იაფი დაუჯდება და შენ ერთი რომ შრომის ნაწილში ძვირი დაგიჯდება, ასევე იმ მასალების, გაჯის, ცემენტის და ყველაფრის ატანა, როცა სამგზავრო ლიფტით არ აგატანინებენ, უნდა იქირაო ამწე და ასე შემდეგ, უფრო მეტი ხარჯი დაგიჯდება. კი ბატონო. მითია თუ რეალობა რომ ცენტრში უძრავი ქონება ყოველთვის საუკეთესოა? ეგ რეალობაა.
იმიტომ რომ ცენტრალურ უბნებში ყოველთვის უფრო იზრდება ხოლმე ფასი და მოთხოვნაც უფრო დიდია. ეს თუ საუბრობთ ჩვენ დიდ ქალაქებში, ასე ვთქვათ, მეგაპოლისებში. არასდროს არ კარგავს აქტუალურობას კომერციულ თვალსაზრისით გულისხმობ. საცხოვრებლად თუ გვაქვს გათვლა, მაშინ გარეუბანი ჯობია, იმიტომ რომ ყველა დიდ ქალაქში ყოველთვის ტენდენცია არის, რომ ცენტრალური უბნებიდან ხალხი საცხოვრებლად გარეუბნებში მიდის. ამიტომ მიზნობრიობას გააჩნია. საინტერესო მიმართება. მითია თუ რეალობა, რომ აგენტის გარეშე ბინის ყიდვა უფრო იაფიჩდება? აგენტებს არ გაუხარდებათ და არც ჩემს თანამშრომლებს ვინც ეხმარებიან ყიდის ყიდვაში, მაგრამ ნუ მოსახლეობისთვის და ჩვენი მსმენელისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რეალობა. აგენტის გარეშე მადლობა გულწრფელი პასუხისთვის. თუ ყიდულობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აგენტის საკომისიო გათვალისწინებულია ფასში და ამ ფასის გადახდა საბოლოოდ უწევს რეალურად მყიდველს, ხო? იმიტომ რომ ის საკომისიო ჩადებულია გასაყიდ ფასში და მყიდველს უწევს. თუმცა ამას მედალს ორი მხარე აქვს, ამიტომ ამ პროცესს მეორე მხარეს აქვს. თუ კარგ გამოცდილ და კომპეტენტურ აგენტს შეარჩევ, ის ზედმეტი 2-3 $, რაც რისი გადახდაც მოგიწევს აგენტის საკომისიოს სახით, ბევრ თავის ტკივილს, კი და ბევრ ასე ვთქვათ, შეცდომას აგარიდებს და კარგ ბინას მოგაძებრინებს. კი ბატონო, მითია თუ რეალობა, რომ იპოთეკა ყოველთვის წამგებიანია? დღეს კი იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში საპროცენტო განაკვეთები როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და ამერიკაში იმდენად არის გაზრდილი, ჩვენ გვახსოვს კოვიდამდე პერიოდი, როდესაც ამერიკის ბაზარზე 1%-ში და 2%-ში იყო წლიური პროცენტს უგულისხმობ იპოთეკურ სესხებზე, საქართველოში კი სადღაც ევროში და დოლარში 5%-ის ფარგლებში იყო. რაც დღეს გაორმაგებულია და საქართველოში 10%-ამდე არის ასული იპოთეკურ სესხზე განაკვეთი და ამერიკაში და ევროპაშიც საკმაოდ გაზრდილია. ამიტომ დღეობით არც ისე მომგებიანია. ამიტომ თუ არ არის ძალიან საჭიროება, შეგვიძლია დაველოდოთ რაღაც პერიოდს, დანაზოგი გავაკეთოთ და საპროცენტო განაკვეთების დაწევას დაველოდოთ, მაგრამ თუ მაინც სხვა გზა არ არის, ისევ შიდა განვადებას ამიტომაც გვთავაზობენ სხვადასხვა კომპანიები, რომ სესხი არ ავიღოთ. და სხვადასხვა ასე ვთქვათ, კუთხით შეგვიძლია ეს გადავაზღვიოთ. ასე გუშინაც მქონდა ერთი ვიდეო ჩაწერილი სუბსიდირების პროგრამაზე. ზუსტად ეს არის იმ ოჯახებისთვის, ვისაც ერთ წლამდე ჩვენს მოვუყვეთ ჩვენს მაყურებელს, ვინც არ იცის ამ პროგრამის შესახებ, მე ინფორმირებული ვარ და თქვენ ალბათ უფრო მეტ დეტალს გაუსვამთ ხას, რომ ისაუბროთ ამაზე. ხო, ეს რამდენიმე წელია უკვე სახელმწიფომ დაიწყო ეს პროგრამა, სუბსიდირების პროგრამა, რაც ბევრმა არ იცოდა, ესეც აჩვენა ჩემმა გუშინდელმა ვიდეომ, რომელიც გუშინ დავდეთ და ერთ დღეში 500,000 ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ხალხმა არ იცის ამ პროგრამის შესახებ. ეს პროგრამა ითვალისწინებს, რომ როდესაც ოჯახს ყავს ერთ წლამდე ახალშეძენილი შვილი, მას უფლება აქვს, რომ იმართოს ნებისმიერ კომერციულ ბანკს, რომელიც ამ პროგრამაში გაწევრიანებულია და ამ სუბსიდირების პროგრამით აიღოს იპოთეკური სესხი. რაც იმას ნიშნავს, რომ 60 თვის განმავლობაში, ანუ 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო მას მის იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს. ეს დაახლოებით საუბარი გვაქვს 5-6%-ზე, ანუ თუ სესხს ავიღებთ 10%-ში, ხო, აი 10%-ში თუ ავიღებთ სესხს 11%-ში, ხო, სადღაც ნახევარს დაგვიფინანსებს სახელმწიფო, ანუ ამ პროცენტს და უკვე ძალიან სარფიანი და კარგი შემოთავაზება გამოდის და შენაძენია. ნამდვილად. წეგან საუბრობდით განვადებაზე და აქაც ძალიან ხშირად გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით ხოლმე. რეალურად შეიძლება შიდა უპროცენტო განვადებას გვთავაზობდეს კომპანია, მაგრამ საბოლოო ჯამური თანხა იმაზე მეტი გამოგვდიოდეს, ვიდრე არის ბინის ფასი. სწორად გადმოვცემ სათქმელს? კი. აი აქ რასთან გვაქვს საქმე და როგორ შეგვიძლია მსგავსი სიტუაციისგან თავის დაზღვევა? აქ როგორი სიტუაცია ხარ, რეალურად ფულს აქვს დროში ღირებულება, როგორც ჩვენთვის იპოთეკურ სესხებზე საუბრობდით, ასევე ნებისმიერი კომპანიისთვის. ეს იქნება დეველოპერი თუ სხვა ნებისმიერი მიმართულების ბიზნესი. ამის გამო, რა თქმა უნდა, დღეს თუ სრულად ვფარავთ
ბინის ღირებულებას და ვყიდულობთ hires ვენდობით კომპანიას და დღეს ვაძლევთ მას ფინანსურ რესურსს, რასაც ის გამოიყენებს დღესვე, რა თქმა უნდა ფასდაკლებას გვიკეთებს. თუ არა და შიდა განმავლობით უყიდულობთ, რა თქმა უნდა უფრო ნაკლებ ფასდაკლებას უნდა ველოდოთ. ამიტომ გარკვეულწილად გვიძვირდება ეს ბინა, მაგრამ ეს გაძვირება როგორც წესი არ არის იმაზე მეტი და როგორც წესი კი არც ერთ შემთხვევაში არ არის ხოლმე იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ რო სესხი ავიღოთ და სესხით ვიყიდოთ, იპოთეკური სესხით. ანუ იპოთეკური სესხი დღესდღეობით უფრო მეტად გვიძვირებს, ვიდრე შიდა განმადება. ამიტომაც არის რომ დაახლოებით 90% უძრავი ქონების გაყიდვების დღესდღეობით მოდის შიდა განმადებებზე. გასაგებია. ლევან, საინტერესოა დღევანდელი სტატისტიკით რომ შევაფასოთ, საქართველოში რა მდგომარეობაა? მოთხოვნა ახალ კორპუსებზე უფრო მეტია თუ ძველ კორპუსებზე, ცენტრზე თუ გარეუბანზე და რა განაპირობებს ამ ყველაფერს? ეხლა მოთხოვნა ახალ კორპუსებზე უფრო დიდია და როგორც აღნიშნე შიდა განმადებებზე დეველოპერულ პროექტებზე ამ წუთას. განაპირობებს ის რომ ადამიანებს უნდათ ეტაპობრივად გადახდა ამ თანხების და ერთიანი გადახდით ძალიან ცოტა არის ბაზარზე მომხმარებელი, ვისაც ერთიანი ნაღდი ფული აქვს და შეუძლია გადაიხადოს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თქვათ მან თავად გაყიდა ბინა და ამ შემთხვევაში სჭირდება რომ თქვათ სწრაფად შეიძინოს ალტერნატივა. ზუსტად, კი, ესეა. და რაც შეეხება უბნებს, რომელ უბნებზე უფროა მოთხოვნა, ტენდენცია წამოვიდა ის რომ საცხოვრებლად ადამიანებს უკვე აღარ უნდა ცენტრალური უბნები. ჩვენ გვახსოვს როგორი მოთხოვნა იყო 20 წლის წინ და 25 წლის წინ, თქვა ცენტრალური პროსპექტები, რუსთაველის პროსპექტი, იგივე ჭავჭავაძე და იგივე ვაჟა-ფშაველა და ასე შემდეგ, მაგრამ დღესდღეობით უკვე ამ ქუჩებზე უფრო მეტად ადამიანები ყიდულობენ საინვესტიციოდ, გასაქირავებლად, საცხოვრებლად უკვე ეტანებიან გარეუბნებს. ის სადაც არის უფრო ნაკლები მოძრაობა, ნაკლები გამონაბოლქვი ხმაური. ასეთი არის კიდევ სადმე? აი ახალი ნაკლებ მოძრაობაზე ალბათ არა, არც ერთი უკვე ახალი დასახლებაში უკვე ყველგან ბევრი მოძრაობა და ტრაფიკი ყველგან შეინიშნება, თუმცა სიმწვანის კუთხით არის, რა თქმა უნდა, გარეუბნები უკეთესი სიტუაცია გარეუბნებში და მას უფრო ეტანებიან ადამიანები საცხოვრებლად. ლევან, ინვესტიციის კუთხით ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ დამწყები ინვესტორები? დამწყები ინვესტორები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რომ გარისკვა არ უნდათ. პირველი შეცდომა ეგ არის, იმიტომ რომ კარგი ინვესტიცია ყოველთვის არის დაკავშირებული მცირე რისკთან. თუ ჩვენ გვინდა რომ რაღაცაში დავაინვესტიროთ თანხა და ეს მერე შემდეგ კარგი ამონაგები მივიღოთ, რაღაცა დოზი თუ და გავრისკოთ. ამ რისკს გულისხმობ ის, რომ სანამ არ აშენდება კორპუსი, სანამ არ დაინახავენ რომ უკვე დგას, მანამდე რომ არ უნდა ტყიდვა, იმიტომ რომ ვაი და არ აშენდეს და ესეთი ფიქრები რო აქვთ, იქ უკვე აშენებულში უკვე გაძვირებულია. რა თქმა უნდა, აღარ გამოვა კარგი ინვესტიცია. ამიტომ თუ გვინდა რაღაცა დოზით უნდა გავრისკოთ, ჰაერე ვიყიდოთ უძრავ ქონებაზე, როცა არის საუბარი, ვიყიდოთ ისეთ უბანში ან ისეთ ქუჩაზე ბინა ან მიწა, სადაც ჯერჯერობით არ არის მჭიდრო დასახლებული, მაგრამ არის პერსპექტივა, რომ დასახლება მაგალითად ეხა მიდის საალნაქტიურად განაშენიანება, აი ნაფეტვრების მიმართულების, ვიცით ხშირი რეკლამა გვხდება და ბევრი პროექტი შენდება იქ და ლისის მიმართულება, ნაფეტვრების მიმართულება, ისანი ორთაჭალის მიმართულება, კწანისი რაც შენ აღნიშნე კი და ესეთ უბნებში, სადაც დღეს რო ვიძახით რომ $1500 კვადრატული მაგალითად ძალიან ძვირია, ვიტყვით 5 წელიწადში რომ $1500 ნეტა მეყიდა. აი ზუსტად როგორც ჭავჭავაძეზე მაგალითად $1500 ვიძახთით. რამოდენიმე წესი რომ ძვირი იყო და დღეს უკვე $3500 იღეს კვადრატული. ლევან, მიწა თუ ბინა? მიწა, რადგან მიწაზე შეგვიძლია ავაშენოთ მერე ბინა. აქვს თუ არა გადამწყვეტი მნიშვნელობა მიწას რა ადგილას ვიყიდით? კი, დიდი მნიშვნელობა აქვს. იმ კუთხით რომ ფასი სწრაფად გაეზრდება თუ არა. ანუ მიწას ყველას ეზრდება ფასი გარკვეულწილად დროში, თუმცა რამდენად სწრაფად ამ ქედან გამომდინარე მნიშვნელობა აქვს. და მეორე კუთხით თუ ყიდულობთ პირადი გამოყენებისთვის და არ ვაპირებთ შემდეგ მომავალში მის გაყიდვას,
მაშინ სადაც გაგვიხარდება, სადაც ჩვენი ნათესავები და ისინი მეგობრები ცხოვრობენ და სადაც ჩვენ მოგწონს გარემო. კი, სადაც გულს უხარია. ლევან, მანქანა თუ მიწა რაღაც ესეთი კაფეო განსხვავება, მანქანა თუ ბინა? მოდი ასე დავსვამ კითხვას. ნუ მაგ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ბინას ავირჩევ მე, რადგან მანქანას არ გულისხმობ საკოლექციო მანქანებს, სხვა მანქანებს ასე თუ ისე აკლდება ფასი და ბინას და უძრავ ქონებას ყოველთვის ემატება. ამიტომ თუ გვინდა სწორი ინვესტიცია გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ისეთ აქტივში უნდა დავაბანდოთ, სადაც გარდა მისგან მიღებულ სარგებლისა, ასე ვთქვათ, მომავალში სარფიანად გავყიდით ან პერსპექტიულადაც რომ შევხედოთ, თუ კომერციული თვალსაზრისით შევიძენთ ბინას, შემდეგ უკვე ის ბინა მოგცემს მანქანის შეძენის შესაძლებლობასაც. კი, შეგვიძლია ბინა ვიყიდოთ, გავაქირავოთ და რაღაცა მის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლით ავიღოთ ავტოსესხი და ვიყიდოთ მანქანა. აი ასე. მე მგონი ძალიან საინტერესო რჩევები მივეცით ჩვენს მაყურებელს. ბევრი საინტერესო დეტალი გავიგე მეც, რაც არ ვიცოდი აქამდე. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ თქვენ იმისთვის, რომ დრო დაგვითმეთ. გარდა სოციალური ქსელის ახლა უკვე ტელემაყურებელსაც გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობა დიდი თქვენს. ჩვენს მაყურებელსაც გადავუხდი მადლობას. წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ თქვენს და იმედია რომ სასარგებლო რჩევები მიიღეთ დღეს ჩვენი გადაცემის მეშვეობით. დროებით